ეკა კუპატაძის პასუხი მდინარაძის გამოსვლა ჩემ მიმართ იყო არაეთიკური, ის ვერ მასწავლის სად როგორ უნდა ვილაპარაკო, აცხადებს მოკლული მასწავლებლის დედა. მდინარაძემ დღესავალიანის ოჯახს მიმართა, რომ საგამოძიებო მოქმედებების ლოგიკიდან გადახვევა შესაძლოა პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისით. რომ არ ეყვირა ეკა კუპატაძეს, ახლა მხოლოდ ალექსანდრე გაბაშვილი იქნებოდა წლითა და 6 თვით დაპატიმრებული და სხვა ყველა გარეთ, თქვა ავალიანის დედა. ელენე ხოშტარია ვივამეთში გადაიყვანეს. პატიმარ პოლიტიკოს დღეს მისი ექიმები მოინახულებენ. ხოშტარია დამატებით კვლევებს მაკა იოსელიანისა და ანი ქავთარაძის მეთვალყურეობით გაივლის, შემდეგ კი მისი მკურნალობის პროცესი დაიწყება. აქტივისტებმა თორნიკე თოშხუამ და მინდია შერვაშიძემ საპატიმრო დატოვეს. პროევროპული აქციის მონაწილე აქტივისტები ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 2025 წლის აგვისტოში დააკავეს. მათ ერთწლიანი პატიმრობა 1 აპრილს მიესაჯათ. სააპელაციო სასამართლომ კი პატიმრობის ვადა შეამცირა. ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. დარეგისტრირებულია 43,000 აბიტურიენტი. გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის სავალდებულო გამოცდით გაიხსნება და 22 ივლისს ფიზიკით დასრულდება. ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობის პერიოდში თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ტრანსპორტი მსურველებს დილის 6 საათიდან საღამოს 8 საათამდე მოემსახურება.